როგორ იქნება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რატომ არის ამის საჭიროება? ვინ გაცევრიანდა, როდის და რატომ? როდესაც განათლებული ადამიანის დისკრიმინაცია ხდება ეროვნული ნიშნით, ეთნიკური ნიშნით, ეს იწვევს პროტესტს. უნდათ ევროპული ცხოვრების სტილით ცხოვრება. ახალი ტანსაცმელი ჩავიცვი, ევროპეიზებული ვარ უკვე, მაგრამ ქართველობა არ დამიკარგავს. ახალი ეროვნული იდეის ყოველდღიური პრაქტიკაში გადაცემა. ამან წარმოშვა თერგდალეულთა თაობა. მგზავრის წერილები, რომელშიც ზუსტად ეს იდენტობის კონფლიქტი გამოხატული იყვნენ. ქვეყანაში წერა-კითხვა ვინც იცოდა, ფაქტობრივად ყველამ დასვა საკუთარი ხელმოწერა ამ დოკუმენტზე. ყველაზე მაღალი წერა-კითხვის სოდნი დონე იყო სად? გურიაში. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. მოგვიახლოვდა ახალი სემესტრის დასაწყისი, პირველ კლასელები მიდიან პირველ კლასში, ზოგი მიდის უნივერსიტეტში და დღევანდელ ეპიზოდს ჩვენ უთმობთ პირველ ქართულ სასკოლო სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ეს, მას ერქვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ამ საზოგადოებამ მოდერნული ქართველების შექმნას ძალიან შეუწყო ხელი, რომელსაც მერე დაშენდა საქართველოს დამოუკიდებლობა და თანამედროვე ქართველების იდენტობაც. ამ ეპიზოდში მე მოწვეული მყავს ამ თემის საუკეთესო სპეციალისტი, ადამიანი, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე და გერმანულ ენაზე და ახლა მისი წიგნი ითარგმნა ქართულად და მიმდინარე წლის ნოემბერში ის გამოიცემა გამომცემლობა ზიარის მიერ და მას ჰქვია ქართველი ერის სკოლა, ხო? ეპიზოდის სტუმარი არის ვეტერანი ქართველოლოგი, ჩემი უფროსი მეგობარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ რაისნერი. რასაკვირველია, ქართულ ენაზე გვექნება საუბარი, იმიტომ რომ ოლივერს ქართულთან უკვე მრავალი წელია არანაირი პრობლემა არ აქვს და სანამ ოლივერთან გადავალ, მანამდე მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, დაგვალაიქოთ Facebook-ზე, გამოვყვეთ Instagram-ზე და TikTok-ზე. ოლივერ, მოგესალმებ. მოგესალმებით. ოლივერ, სანამ თემატურად დავიწყებთ ლაპარაკს, მანამდე ისტორიკოსებმა თითო სადღეგრძელო დავლიოთ. ეს არის ჩვენი გენერალური სპონსორის ვაზისუბნის მამულის ღვინო, ქართული მზე. ესეთი ხაზია და გაზაფხულის მწვანე, რომელიც არის მწვანეჯიშის ყურძნისგან ქარვისფერი ნახევრად ტკბილი 2024 წლის ჩამოსხვა. სიმართლე გითხრათ, მეც არ გამისინჯავს ეს ღვინო. ჯერ და მოდი დავაჭაშიკოთ. მოდი ამ ჭიქით გაუმარჯოს ჩვენ შეხვედრასაც და გაუმარჯოს იმ ქართველებს, რომლებიც აგერ პანელებზე არიან, დამფუძნებლები, მამები, რომ როგორც იტყვიან, ქართველი ერის მამები, მათი ხსოვნისა ვთქვათ და მათი სამადლობელი ვთქვათ იმ საქმისთვის, რაც უკეთებიათ და რაზეც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ. გაუმარჯოს. ამან გაუმარჯოს. კარგია. ოლივერ, სანამ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე ვისაუბრებდეთ, მინდა რომ შენ გააცნო საკუთარი თავი ფართო აუდიტორიას ახლა მეცნიერებაში აბსოლუტურად ყველა გიცნობს ქვეყანაში
მაგრამ უფრო ფართო წრესაც რო უთხრათ, აი როგორ მოხდა დაკავშირება საქართველოსთან, ქართველოლოგიასთან, მე ამ თემის არჩევა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, სად დაიცავი დისერტაცია, მე ოჯახური ამბავიც, იმიტომ რომ ამას ქართველოლოგიაში შემოსვლას ქართული მეუღლის მოყვანა შეეხიდა კიდევ და აი ეს ისტორიაც რომ მოგვიყვე. აბა მე მგონი ეს ყველაფერი დაიწყო 80-იან წლებში პერესტროიკის დროს, როდესაც აი საბჭოთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ მიიღო ეს თავისუფლება, რომ უცხოეთიდან მოწვეული იყო სტუდენტები კაპიტალისტური სამყაროდან. ეს მნიშვნელოვანიც არის, იმიტომ რომ მე ჰანოვერიდან ესომ ეგრეთ წოდებული იქაურ გერმანიდან, კაპიტალისტურ გერმანიდან, ფერგიდან ვიყავი და ჩვენთან 87 წელს ამოჩნდა წარმომადგენელი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენელი რამიშვილი იყო და შემოგდავა და აი ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ორი სტუდენტი გოთინგენის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდეს ჩვენთან 3 თვით. და მე როგორც მე მაგ დროს ვარ 2 წლის. აი ესამ მე უკვე მე 3 კურსის სტუდენტი ვიყავი აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის დარგში და სლავური ენების დარგში, ესამ ფილოლოგია და ისტორია იყო ჩემი ორი მიმართულება, რუსული და პოლონური ენა და აღმოსავლეთ ევროპის ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად რუსეთის ისტორია იყო, რუსეთის როგორც იმპერია, საბჭოთა კავშირი და მე მაინტერესებდა ის იმ პერიოდში ბევრი სამიკითხია, ლერმონტოვიდან დაწყებული ეს რუსი რომანტიკოსი ავტორი კავკასიაზე და მაინტერესებდა ეს ამოჩა ეს შესაძლებლობა და მე ლუდმილა კლოცთან ერთად რუსი გერმანელი, რომელიც გოთინგენის უნივერსიტეტში გერმანისტიკას სწავლობდა, 1 ოქტომბერს 88 წელს ჩამოვედით აქა. იმ პერიოდში იყო სომხეთში მიწის ძვრა, იყო ეს გორბაჩოვის ცდილობა საბჭოთა კონსტიტუციის ცვლილებების შეტანა, რომ ეს თავისუფალი ჩამოსვლის უფლება გაუქმებული ყოფილიყო და ამის საწინააღმდეგოდ დაიწყო მასობრივი პოლიტიკური მოძრაობა რუსთაველზე. იმ დროინდელი უმალეს საბჭოს შენობის წინაშე, დღევანდელი პარლამენტის წინაშე დაიწყო ეს პროტესტის ტრადიცია, რომელიც დღემდე ქრონიკულად შეიძლება თქვათ ყოველ 10-15 წელიწადში გაიმეორდება, რომ იქ რაცა ხალხი იკრიბება და ნუ ხალხი ყოველ წელიწადს იკრიბება იქ და ეხა უკვე თითქმის 1 წელია ყოველდღე, მაგრამ მასობრივი ხო ალბათ დეკადაში ერთხელ. და ეს ყველაფერი ხო მოხდა 88 წელს ეროვნული იდენტობის, ეროვნული სუვერენიტეტის იმ პერიოდში, ესამ დამოუკიდებლობაზე ჯერ არ იყო საუბარი, იმიტომ რომ ეშინოდა როგორ ეს ხო პროცესი იყო, აი რამდენად როგორ შეგვიძლია, მაგრამ ეს ეთნიკურობა, ეთნიკური ეროვნული გაგება ძალიან გავრცელებული იყო იმ პერიოდში და მე როგორც გერმანელი დასავლეთ გერმანიდან სადაც საერთოდ არ იყო საუბარი ნაციაზე, აი ნაციონალ-სოციალიზმის გამო და რაცა ეს რაცა ძალიან საინტერესო და უცხო რამე იყო, ხო? ამიტომ მე ამ 3 თვის მერე სომ 4 იანვარს 99 წელს, ესომ 9 აპრილამდე უკვე ჩასული ვიყავი
ავიჩია ჩემი სამაგისტრო თემის აი ეს ეროვნული მოძრაობის თემა და მე გავაგრძელე ეს დისერტაციად იმ ქართველთა შორის ერაყის გამოცდილებელი საზოგადოების თაობაზე და გახდი ერთ-ერთი ისტორიკოსი გერმანიაში ვინც ქართულ ენაზე კითხულობდა და ქართული როდის ისწავლე? ეს ამ სამ თვეში როდესაც პირველად აგვიხავი დავიწყე. და ყოველ ჩამოსვლაზე გავაგრძელე მარტო 2003 წლიდან როდესაც სამუშაოდ აქ ჩამოვედი უკვე ინტენსიურად პრაქტიკით რეგიონებში შევისწავლე და მე უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის დროს ეს ყველაზე სავლის ყველაზე კაი პრაქტიკაა. მაგრამ მე მგონი ამაში დიდი წვლილი ეკასაც უნდა კონდეს, მეუღლეს. მეუღლესაც კი. ეგ შეხვედრა როდის მოხდა? ეს 94-ში მოხდა, როდესაც ჩამოვედი დისერტაციისთვის, აი ამ ქართულთა ერის სკოლის დისერტაციისათვის საარქივო მასალების მოსაპოვებლად. ასომ დავიწყეთ 3 შვილი ყავს, 2 შვილიშვილიც, ასომ კი 30 წელი უკვე ერთად ვართ და ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ ერთად. ამიტომ ეს ციგნი ქართული ამ ციგნის ქართული ვერსიას აი ეკასთვის იყო მიძღვნული. რა თქმა უნდა. ან იქნება მიძღვნული, სომჯერ მომზადების პროცესია, მაგრამ რა დარჩა ხა? დარჩა 2 თვე გამოსვლამდე. ბოლო შემოწმება, რომ ყველაფერი აი კარგად იკითხე, იმიტომ ძალიან დიდი საკითხი იყო გერმანული ისტორიის სამეცნიერო ენის გადაქართველება. რომ ტერმინოლოგია და ეს ყველაფერი და რომ აი ქართულ ენაზე რომ კარგად იკითხება. ამაზე ბევრი დრო დავხარჯეთ აი რომ კარგად გამოვიდეს. ვიფიქრე მე რომ აი შეიძლება ისტორიკოსებმა უკეთესად იცის, მაგრამ თავარი არის აი ენის გრძნობა. წესით ისტორიკოსებისთვის ეს აუცილებელია, ყველაზე მეტად ჩვენ მუშაობთ წერილობით წყაროებით. ეს რომ ენასთან ეს არის ჩვენი საშუალება ცარსულის გაგება. კი. და 2003 წლიდან უკვე პერმანენტულად საქართველოში ხარ, ხო? მახსოვს ევროკავშირის დელეგაციაში მუშაობდი ასე. ისომ დისერტაცია დავამთავრე. გიოტინგენში დაიცავი დისერტაცია. კი, გიოტინგენის აი გეორგ აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტში. განმანათლებლობის უნივერსიტეტი იყო 19 საუკუნის დაფუძნებული და მე მქონდა თანამდებობა პირველი პოსტგრადუალური სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორად ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში ბერლინში 3 წლით მიმუშავია იქ ახალი პროგრამის კოორდინირება სხვადასხვა პროფესორი იყო აქ 4 სხვადასხვა გერმანული უნივერსიტეტიდან და პირველად იყო შუა აზია და კავკასია როგორც სასწავლო პროცესის საგანი. ეს 2003 წლამდე, მაგრამ მე მივხვდი რომ აი გერმანიაში მაინც ესე დიდი ინტერესი კავკასიაზე საქართველოზე ჯერ არ არის. ჩვენი ისტორია, აღმოსავლეთ ევროპის ისტორია ძალიან ფოკუსირებული არის აი რუსეთზე. და ეს მოსკოვზე, პეტერბურგზე და რაღაცა და პოლონეთი, ჩეხეთი და ასე შემდეგ. და ამიტომ შემოთავაზება მქონდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელად უმცირესობების რეგიონებში სამხრეთ საქართველოში, ახალციხეს, ახალქალაქს, ბოლნის და მარნიულში აი ახალგაზრდული ცენტრების შესაქმნელად, როგორც საინტეგრაციო ცენტრები, სადაც ასწავლიდნენ ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება იყო პროგრამაში და სპორტი. ეს იყო ფრენბურთი გოგოებისთვის და რაგბი ბიჭებისთვის. ხო, რაგბის მხარდაჭერა ლიგა, მრავალეროვნული საქართველო იყო ჩემი პარტნიორი ორგანიზაციები
და დავიწყე მუშაობა რეგიონებში, რომელიც ჩემთვის როგორც ისტორიკოსი ესაც ამოჩენა იყო, იმიტომ რომ როგორც ისტორიკოსები ჩვენ ყველაზე მეტად მირჩეულები ვართ, რომ წავალთ დედაქალაქში, ცენტრალურ არქივებში და იქ მუშაობთ და არა პერიფერიებში, რეგიონებში და ეს ჩემთვის გახდი რეგიონალისტი და ეს იმ რეგიონების ისტორიაზე მიხედავ და ესამ გახდი მე მესხეთის ისტორიკოს შოთა ლომსაძის დიდი ფანი თუმცა კარგად იმუშავა და ეს სამხარეო გერმანულ ისტორიოგრაფიაში გვაქვს ცალკე სფერო სამხარეო ისტორია Landesgeschichte მხარეთო მაგრამ ისტორიული რეგიონალური ისტორია ხო და მე ეს მქონდა ინტერაქცია კონტაქტი ევროკავშირთან და მე იყო ეს ადგილი ევროკავშირის წარმომადგენლობაში და გახდი მე ამ პროექტის პროექტის მენეჯერი ევროკავშირის წარმომადგენლობაში იქ 10 წელი მიმუშავია საპარლამენტო რეფორმაზე განათლების ბოლონის პროცესის მხარდაჭერაზე რომ ეს პრინციპები ჩამოტანილი იყო საქართველოს უმანლეს განათლებაში პროფესიონალური განათლება იმ სფეროში ეს იყო ჩემი საგანი ამაზე მე ხო ვიმუშავე და ეხლა მინდა რომ სმენელს უთხრა მე ხელმძღვანელობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას და ოლივერი ჩვენთან ასწავლის მე-19 საუკუნეს ოლივერი ასწავლის აქ შევეცადე რომ შემეკრიბა საუკეთესო სპეციალისტები საქართველოს ისტორიისა და მე-19 საუკუნე ჩვენი გერმანელ ქართველი უკვე მეგობარი ოლივერი ასწავლის ამას. ოლივერ, ეხლა 2015 წლიდან ილიას უნივერსიტეტში მუშაობ პროფესორად ისტორიის დარგში, კავკასიის კვლევების და ევროპის მცოდნეობის დარგში. ყველაზე მეტად იყო რამოდენიმე წლის განმავლობაში სავალდებულო კურსიც ავიკითხე თანამედროვე ევროპის ისტორია საბაკალავრო სტუდენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში 70-100 სტუდენტი იყო ამ კურსებში ხოლმე და ეს იყო crash course როგორც ვამბობთ მე-20 საუკუნე ევროპის ისტორიის მე-20 საუკუნის ისტორიის 22 საათში ხო გვიწევს ხოლმე ეგრე ინტენსიური კურსების ჩატარება. ხო და ეხლა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ალბათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ძლიერი მიმართულება არის, ასე რომ ვთქვათ, გარდა იმისა, რომ იქ შენი სახით გვყავს თავარი სპეციალისტი ამ თემისა, ილია უნიში არის შეიქმნა ესეთი პროექტი განხორციელდა უბრალოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოფოგრაფიული ბაზა, რომელსაც პირადად რექტორი ქალბატონი ნინო დობორჯგინიძე ხელმძღვანელობდა და არაჩვეულებრივი სტაფი იქ რუსლან დარჩიაშვილი, თამარ კალხიტაშვილი და სხვები, რომლებმაც უზარმაზარი რაოდენობით ბაზები დაამუშავეს და ამ კვლევარებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს უამრავი დეტალი. მე ცალკე საიტიც გაკეთდა ამისი, შეუძლია მაყურებელსა და მსმენელს ნახოს ინტერაქტიული რუკები, სურათები, დოკუმენტები, სხვები, მოკლედ არაჩვეულებრივი საქმე გაკეთდა, რომლებსაც მთელი წლების მანძილზე მუშაობდნენ ამაზე. ოლივერ, ეხლა რომ დავიწყოთ ისტორიის ეს მათო ერთი რაცა დაზუსტება, ეს არის ჩვენი ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულება, ეს პროსოფოგრაფია, ამაზეც დოქტორანტი მყავს ამ მიმართულებაში, იმ გერმანელ კოლონისტებზე საქართველოში და ჩემი მასალები, დისერტაციის მოგროვებული მასალები მივეცი და ამ მონაცემთა ბაზაში შეტანილიც არის 1500 მეტი ადამიანის
წევრებისთვის აი რაღაცა ინფორმაცია ვიპოვეთ. მაგრამ ეს ჩატარებული ხო 90-იან წლებში არ ქონდათ ეს შესაძლებლობები, რაც დღეს არსებობს. ნუ ციფრულმა ჰუმანიტარიამ სულ სხვა შესაძლებლობები გააჩინა. ციფრულად გადადის უამრავი რამ დღეს. ხო, ეკასთან ერთად, ჩემი უღლოსთან ერთად დავდიოდით ქუთაისში, ცენტრალურ არქივში, აქ თბილისში, ვაჟაზე და მოვაგროვეთ პიროვნული ინფორმაცია, მაგრამ ამაზე შეიძლება სულელობისას, ეპიზოდის სულელობისას, პოდკასტის სულელობისას ვისაუბროთ. ოლივერ, მაგრამ ეხლა რომ დავიწყოთ კონტექსტით, ხო, როგორ იქმნება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რატომ არის ამის საჭიროება? ვინ ქმნის ამას? რა პროცესი არის? რა სოციალური ფენები მონაწილეობენ ამაში? რა мотиваცია, ფული საიდან მოდის? აი ეს ისტორიებად რომ მოგვიყვე. ხო, ნუ ჩემთვის ეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არის აი საშუალება როგორ განავიტარა ეროვნული ნაციონალური იდეის ქართულ საზოგადოებაში. საიდან ეს დაიწყო? ძალიან ცნობილი ჩეხი ისტორიკოსი იყო ეს მიროსლავ ხროხი, რომელმაც დაწერა წიგნი აი შედარებითი სოციალურ მოძრაობების ისტორია მცირე ერებში ევროპაში. და ეგრედნაირი მაგალითი მინდოდა დავამატო საქართველოს შემთხვევა. და ამიტომ ეს კარგად დოკუმენტირებული მასალა არის თავისი ბიუროკრატიული, როგორც საქართველოში პირველი არა, მაგრამ მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია დღევანდელი სიტყვებით საქართველოში, რომელიც აი ზუსტად დაფუძნებული იყო თერგდალიულების მიერ, თერგდალიულების ილია ჩავჩავაძეს და სხვაების ინიციატივით ამ ეროვნული იდეის გავრცელებისათვის. ეს საბაზისო განათლების მშობლიურ ენაზე. პირველი ორგანიზაცია, რომელიც ადგილმამულო ბანკს ათვლი, პირველი ორგანიზაციაა? ხო, ეს იყო. ნუ ეს არასწორად ეს ხო კომერციული იყო, ის იმ საგლეხო რეფორმების შედეგად და იყო კიდევ ერთი მე მგონი დრამატიული წრე ან რაცა, მაგრამ ერთად-ერთი და ყველაზე განვითარებული ორგანიზაცია იყო და ჩემი დისერტაცია არის ეს ცდილობა ამ საზოგადოების წევრების კოლექტიური ბიოგრაფიის აწერა. ვინ გაცევრიანდა, როდის და რატომ და ამისთვის ძალიან ბევრი პიროვნული ინფორმაცია მოსაგროვებელი იყო. იმიტომ მე ძალიან სოციალიზირებული ვარ როგორც საზოგადოებრივი ისტორიკოსი და მაინტერესებს ეს ფენომენი როგორ იყო განახორციელდა ეს ახალი ეროვნული იდეის ყოველდღიური პრაქტიკაში გადაცემა. და როგორ ეს იყო განხორციელებული და მთავარი აქტიური ჯგუფი ეს იყვნენ ეს თერგდალიულები, რომელიც მობილიზირებულები იყვნენ, ტრადიციულ ჩარჩოებიდან წამოსული იყვნენ, მიხაილ ვარანცოვის ვიცე-მეფობის დროს გაგზავნილი, ხო, ეს მეფის ნაცვალობაზე, მეფის ნაცვალობის დროს. სტიპენდით იყვნენ გაგზავნილი პეტერბურგში და იქ პირველად იყვნენ აი ევროპული იდეების რაცა კონტაქტში შემოსული იყვნენ. აი იმ პერიოდში ეს ზუსტად ეს იყო რეფორმების პერიოდი 50-იან 60-იან წლებში და ყველაზე პოპულარული იმ პერიოდში იყო ჯუზეპე გარიბალდი, აი იტალიის გამაერთიანებელი და ნაციონალური მოძრაობის გმირი. აი იმ დროინდელი ჩე გევარა იყოს, როგორც აი და როგორც ცნობილი არის, ილია ჭავჭავაძეს გარიბალდის სურათი ეკიდა საკუთარ კაბინეტში. ხო, ნუ და ერეკლეს სურათთან ერთად. ერეკლეს და სხვა რაღაცა მის კაბინეტში კიდევ მთელ სოფლის რაცა ფოტოსურათებით სავსეა. ან ისომ ჩანს რომ
ეს მობილიზირებული ჯგუფი თერგდალიულები, რომის სასაბლებლად სასული იყვნენ, ჯერ რუსეთში და მერე ბევრმა გააგრძელა თავისი გზა ევროპაში, ნიკო ნიკოლაძე და ასე შემდეგ ციურიხში პირველი დისერტაცია დაეცვა, როგორც ქართველი და ამ ახალი მსოფლიო მხედველობით დაბრუნდნენ. ძალიან ცნობილი არის ილია ჩავჩავაძეს მგზავრის წერილები, რომელშიც ზუსტად ეს იდენტობის კონფლიქტი გამოხატული იყვნენ. იმიტომ რომ ხედავდნენ, რომ მათი სოციალური რეალობა, საიდან ესენი ამოჩნდნენ, თავად აზნაურული, ბათონყმური ცხოვრება გაძველებული არის და არ დაემთხვა იმ ტრანსფორმაციის პროცესში, რომელიც გლობალურ მასშტაბით მიმდინარეობდა ევროპაშიც და ევროპის იმპერიების კოლონიებშიც და უნდათ თავისი ხალხის აღორძინება, ეს იყო ეს აღორძინება, მოდერნიზაცია შეიძლება. ხო, ეს ნიშნავს ევროპეიზაცია, ევროპული სტილის ერის გაგება უნდათ შექმნა და გავრცელება უბრალო ხალხში. იმიტომ რომ ესენი იყვნენ ქართველი ინტელიგენცია, რომელიც სპეციფიკური სოციალური ფენომენი იყო რუსეთის იმპერიაში და თავისი ქართული სპეციფიკით. ეხა ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო, ოლივერ, გზავრის წერილები ახსენე და ეს კონფლიქტი, რომელიც გამოხატული არის ილიას, უпростоრად თერგდალიულებსა და იმდროინდელ ქართულ იდენტობას შორის. ლელდღუნიას რო ელაპარაკება, რომ მეო მართალიაო ეს მაცვიაო, პიჯაკი აცვია, ფრაკი აცვია, ცილინდრი ახურავს თავზე და ესეო კი მაცვიაო, მაგრამ რუსი არ გეგონო, მეო ქართველი ვარო. ანუ ახალი ტანსაცმელი ჩავიცვი, ევროპეიზებული ვარ უკვე, მაგრამ ქართველობა არ დამიკარგავს. ამათ ახლოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რაც არის თავარი ხომ არის, არ არის შენი შაცმულობა, მაგრამ შიგნით რას ფიქრობ? ეს ზუსტად ჩანს, რომ ევროპეიზაცია ინდივიდუალიზმთან იყო დაკავშირებული. ეს შეგნებული არჩევანი იყო. ამიტომ მუდმივად ეს თერგდალიულები და მერე მისი მომავალში მე-20 საუკუნეში მუდმივად იმ პროცესის წინაშე არჩევანის წინაშე ამოჩნდებიან, რა უნდა შევინარჩუნოთ იმ ტრადიციებისაგან, რაც უკვე არ დაემთხვევა იმ მოთხოვნებს, რაც ეკონომიკური, სოციალური ცვლილებებთან იყო დაკავშირებული. იმიტომ რომ საქართველო, კავკასია, როგორც რუსეთის იმპერიის პერიფერია, იმ გლობალურ ტრანსფორმაციის პროცესში ჩართული იყო. 60-იან წლებში, 65-ში ძმები სიმენსები ჩამოვიდნენ, თავისი მთავარი ოფისი ჰქონდათ შექმნილი თბილისში ტელეგრაფის ხაზის ლონდონიდან კალკუტამდე ასაშენებლად. იმ როგორც იურგენ ოსტჰამელმა დაწერა თავისი გლობალური 19 საუკუნის ისტორია, დიდი ტრანსფორმაცია, ზუსტად იმ პროცესებში იყვნენ მიბმული და ეს იყო ზუსტად ეს გამოცვლება, რომელიც წინაშე როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ქართველობა. ამიტომ პრესაში იმ დროინდელი საქართველოს მოამბე 60-იან წლებში, მერე დროებაში, მერე ივერიაში, ქვალში და ასე შემდეგ, მუდმივად ეს ქართველობა ვინ ვართ და სხვა საქართველოს სად არისო, იმ გზავრის წერილები და მოხდა იმ ეროვნული იდენტობის ტრანსფორმაცია აბსტრაქტულ ერთობაზე, როგორც საზოგადოება. მაგრამ ეს მოხდა ავტორიტარულ გარემოში, იმპერიულ მეფის, რუსეთის მეფის გარემოში და ძალიან ბევრი ბერქეთი არსებობდა ამ ეთნოკულტურული ერთობის იდეის გადათანა
სამოქალაქო იდეად. და ზუსტად ამაში ერთ-ერთი პრობლემას ხედავ ისტორიოგრაფიაში, ქართულ ისტორიოგრაფიაში, ვითომ ეს ეროვნება ან ეროვნული იდენტობა მუდმივად არსებობდა როგორც შეუცვლელი ერთეული. მაგრამ ესაც როგორც ისტორიკოსი ყველაფერი იცვლება და ესაც იცვლებოდა და საჭირო გახდა მისი ხელახლა ინტერპრეტაცია. და ამას ცდილობდნენ საჯაროების, აი ახალი პრესის საშუალებით, რომ გავრცელებული იყო. მედია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო და მეორე იყო თვითორგანიზება. და ზუსტად ეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამაცდებელი საზოგადოება ეს იყო პირველი ცდელობა ამ თვითორგანიზებაში, რომ ეროვნული იდეის პრაქტიკულ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო განხორციელებული. ამისი სამაგალითო ფუნქცია ჰქონდა. ავტორიტარულ, ავტოკრატიულ პირობებში დაცაცხში საჭირო იყო, რომ ყველაზე მაღალი რანგის თავადები იყვნენ ჩართული, ეს ამ დამფუძნებელ წევრებს შორის იყვნენ არა მარტო საშუალო დონის თავადები, როგორც დიმიტრი ყიფიანი, რომელიც აქ არის, ეს ამ ძალიან მუხრან ბატონები და ასე შემდეგ, ვინც არისო ეს ბაგრატიონების შტოიდან, მაგრამ ივანე მუხრან ბატონი და ხო და ასე შემდეგ. იმიტომ რომ საჭირო იყო იმპერიული რუსეთის ადმინისტრაციის თანხმობა. ამოიღეს უკრაინიდან წესდება განათლების გავრცელების ორგანიზაციიდან და გადათარგმნეს და მათი მიზნებისთვის, აი ქართული ენის შენარჩუნების ან განვითარების და ასე შემდეგ. იმიტომ რომ განათლება არსებობდა შეზღუდულ შესაძლებლობებში ეკლესიის ფარგლებში, საეკლესიო სკოლებში დაწყებითი, რადგან ძალიან შეზღუდული იყო და ეს იყო პირველი ცდელობა სეკულარული განათლების გავრცელებისა. ესე იგი, კონტექსტი რო ვთქვათ, ეხა მაყურებლისთვის უფრო ასე რომ ვთქვათ, გასაგებ გლეხურ ენაზე შევეცდები რომ ვთქვა ეს რომ აი ამ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის ვორონცოვის პერიოდამდე ან 1860-იან წლებამდე შეიძლება ითქვას, პრინციპში 70-იან წლებამდეც წერა-კითხვა საქართველოში იცის მხოლოდ თავადაზნაურობის და სასულიერო წოდების ნაწილმა, ყველა მიქაც არ იცის. ანუ მოსახლეობის 2-3%-მა იცის წერა-კითხვა და შესაბამისად ახლა დღეს რო ჩვენ ყველას დავით აღმაშენებლის ისტორია გვაქვს წაკითხული და საქართველოს ისტორია და აი ეს აბსტრაქტულ ერთობას რაც ვეძახით ხო, აი imagined community, წარმოსახვითი საზოგადოება, რაც არის ერი, რომ შენ ახლა ახმეტაში ცხოვრობ თუ ხულოში ცხოვრობ, შეიძლება ერთმანეთს არასდროს არ შეხვდეთ ცხოვრებაში, მაგრამ ერთი საზოგადოების წარმომადგენლები ხართ, იმიტომ რომ წაგიკითხავთ ორივეს ერთი ისტორია, ერთი ლიტერატურა გისწავლიათ ასე შემდეგ. ამას თუ ვერ კითხულობ, ხო, ეს ერთობა არ არის. ნუ გარდა ამ ისტორიისა და ლიტერატურის ახლა უკვე როცა წერა-კითხვას სწავლობს ხალხი და ივერია რო გამოდის შემდეგ, ივერიაში ვიღაცა გურიაში წერს რაღაცა პრობლემაზე და ადამიანი ამას თელავში კითხულობს და თელავშიც იგივენაირი პრობლემა აქვს. და ჩდება ეს სოლიდარობის განცდა. გარდა ამის ამ პერიოდში 1870-იან წლებში ზუსტად 1872 წელს პირველი რკინიგზა გადის საქართველოში, ხო და გადაადგილება ხდება ადვილი, ურბანიზაცია იწყება, ეს ვთქვათ, ვიღაცა თელავიდან და ვიღაცა ლანჩხუთიდან თბილისში ხვდებიან ერთმანეთს. შეიძლება ისტორიაში პირველად ხა ფეოდალური წოდება მანამდე მთელი ისტორია ხვდებოდა ერთმანეთს, მაგრამ ჩვეულებრივი გლეხი კახეთიდან და გურიიდან ან სამეგრელოდან არ ხვდებოდა ეს ერთმანეთს, იმიტომ რომ გადაადგილების არც საშუალება იყო, არც ფული იყო და არც უფლება არ იყო. ამ დროს დაემთხვა თან ბატონყმობის გაუქმება, ხო? რომ გაჩნდა უფლება, რომ გლეხი ამდღარიყო და
წასულიყო სხვაგან საცხოვრებლად და აი ზუსტად აი ამ პერიოდში ეს ხალხი ქმნის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ აი ამ გათავისუფლებულ გლეხს, რომელსაც უკვე მობილობის მოძრაობის უფლება აქვს, გადაადგილების უფლება აქვს, ასწავლონ წერა-კითხვა და მერე გამოუცემენ წიგნებს და გაზეთებს, რომელიც უნდა წაიკითხონ. ახლა წერა-კითხვა ასწავლი ერთია, მაგრამ მეორე რა უნდა წაიკითხოს. ამიტომ აგერ იაკობ გოგებაშვილი, რომელიც შენს უკან არის, პირველ სახელმძღვანელოს გამოსცემს, სახელმძღვანელოებს, დედაენას, ბუნების კარს გამოსცემს და გამოიცემა ივერია, რომელიც ივერია მანამდე დროება, მანამდე საქართველოს მოამბე, ну, კიდევ უფრო მანამდე ცისკარი იყო, სადაც ადამიანები წერენ როგორც კოლექტიურ ქართულ პრობლემებზე, რომ რაღაც საერთო პრობლემები გვაქვს, ასევე ეს ევროპეიზაცია რაც ახსენე, ხო? იმიტომ რომ სულ არის წერილების ციკლი, აი როგორ ხდება მიწის დამუშავება, თქვათ, სადღაც ევროპაში, თვითმმართველობა როგორ ხდება სადღაც ევროპაში, ანუ საუკეთესო პრაქტიკების იმპორტის საშუალებას იძლევა ეს. ეს არის რასაკვირველია მოდერნიზაციული პროექტი, ძალიან როგორც თქვი, რთულ არამეგობრულ გარემოში, როგორც არის ავტორიტარიზმი, რუსეთის იმპერიის შიგნით და ამას არ აქვს მაინდა-მაინც დიდი ხელშეწყობა, იმიტომ რომ ამ ხალხმა საზოგადოების დასაარსებლად, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასაარსებლად ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი უნდა გაიაროს და მინდა რომ ამაზეც მოყვე რა ბიუროკრატიული ბარიერები გაიარეს ამათ და მეორე მატერიალური, ეხლა უამრავი სტატია, ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში იბეჭდებოდა სტატიები ქართულ პრესაში, რომ ამ კაცმა ან ქალმა თავისი სოფლიდან შეწირა 2 მანეთი ამ საზოგადოებას. ეს უფრო მე-20 საუკუნეში იყო, ეს პირველი რევოლუციის 1905 წლის რევოლუციის მერე გაფართოვდა ეს საზოგადოება და უფრო ხალხში შესული იყო მანამდე, უფრო ელიტარული რაღაცა ღონისძიება იყო, რომელიც იმიტომ რომ 6 მანეთი რაც იყო 100 ევრო და ამ ბევრი ფული იყო და ამიტომ ერთ-ერთი ბრძოლა 90-იანი წლებიდან აი ნოე ჟორდანიას როგორც მარქსისტული აი მესამე დასის პერსპექტივიდან ძალიან მაღალი იყო რომ ვერ გაცევრიანდა უბრალო ადამიანები გლეხებიც ან რაღაცა და არც ჰქონდათ სურვილი, იმიტომ რომ ესენი სრულიად სხვა პრობლემების წინაშე ამოჩნდნენ ეს ურთიერთობა რაც მე-19 საუკუნის შუა რიცხვებამდე იყო მიბმული აი ცოდებრივ ურთიერთობებზე თავაცა და გლეხს შორის გადაიქცა ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველი. იმიტომ რომ ამ რეფორმების შედეგი იყო რომ ყველაფერი იყო ფულზე გადაცემული. დაიკარგა ერთ-ერთი ბოლო ელემენტიც იმ ძველი ერეკლე მეორის დროინდელი პერიოდიდანაც ეს ცოდებრივი დალაგება საზოგადოებისა, ხო და ის და კარგად ჩანს რომ პირველ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში იყო რაღაცა იდენტობების კრიზისი ინტელიგენციას და იმ თავადაზნაურობაში აი როგორ გავაკეთდა ამაში ვარანცოვი ქონდა დიდი ცილი რომ მოხდა მერე მისი იდენტიფიცირება რუსეთის იმპერიის დვარიანствასთან, მოსამსახურე თავადაზნაურობასთან. ესო მოახერხა ვარანცოვმა არა ბიუროკრატიული ზით, ეს მანამდე 40-იან წლებში ქრახით ვერ გამოვიდა და მერე ხო დაინიშნეს ვარანცოვი როგორც მეფის ნაცვალად და იმან ქონდა პერსონალიზირებული იმ პოლიტიკური კულტურის მიხედვით, რომელიც იყო სამხვანი კავკასიაში იმ პერიოდში და მოახერხა მის ამ თავადაზნაურობის ინტეგრირება. კარგად ჩანს ეს გვარების რუსიფიკაციით ეს თვითონ გააკეთეს და კარგად ჩანს
ქართველთა შორის ცერა-ქიძოს გამაცელებელი საზოგადოების საცევრო სიებში რომ უკვე 90-იან წლებში უკანა პროცესი დაიწყო ამ ცევრებს შორის, რომ რუსიფიცირებული გვარი იყო დაბრუნდა ქართულად. კარგად ჩანს ეს 90-იან წლებში უკვე რაცა ეს ჩანს როგორ გაძლიერდა ეროვნული იდეა ცევრებს შორის. ხო, მაგრამ აი დამოუკიდებლობის წლებამდეც კი აი ბევრი ნაციონალისტი, ქართველი ნაციონალისტიც კი რუსული დაბოლოებით ხმარობდა საკუთარ გვარს. ავიცი ზურაბ ავალიშვილმა ემიგრაციაშიც კი 1924 წელს ავალოვის სახელით გამოსცა თავისი წიგნი, ვალამ ჩერქეზიშვილი ჩერქეზოვი იყო, ასე შემდეგ ის კი არა ვაჟა-ფშაველას ისტორია არის პეტერბურგში რო წავიდა სასწავლებლად, თუ ვინმე რაზიკაშვილს დაუძახებდა, ჩხუბობდაო რაზიკოვი დამიძახეთო, იმიტომ რომ ეს ქართული დაბოლოებით გვარი ითვლებოდა რაღაცა გლეხურად ჩამორჩენილად უფრო და აი ეს რუსული დაბოლოებით რუსულ დვარიანствоასთან ასოციაციას იწვევდა, რომ ჩვენც რაღაცა მათი ტოლები ვართ. ხო, სწორედ თქვი ახლა ეს თავიდან ანუ აი რუსული კოლონიური მმართველობის დამყარების პირველ 30 წელიწადში ალბათ არის აი ამ ელიტის თავადაზნაურული ელიტის მარგინალიზაციის პროცესი, იმიტომ რომ ისინი ძირითადად მმართველობაში არ არიან. და მათ ფუნქცია დაკარგეს გარკვეულწილად, რასაც მე ვორონცოვი უბრუნებს, რომ აი მომსახურეთ, ანუ აი ამ მმართველობაში რთავს ამ ხალხს პრივილეგიას ანიჭებს და სწორედ ამ მიზნით 1840-იანი წლებიდან კავკასიაში შემისწორეთ უცდები კვოტა იყო კავკასიიდან გამოყოფილი 40 სტუდენტი იგზავნებოდა როგორც გახსოვს წელიწადში რუსულ უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსებით და იმ მიზნით რომ ესენი მომსახურებად დაებრუნებინათ მე რომ სახელმწიფო სამსახურში ემუშაოთ მაგრამ ამან წარმოშვა თერგდალეულთა თაობა რომელმაც მე გააძლიერა ნაციონალიზმი ხო შექმნა ეს წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება კი მაგრამ იმავდროულად რუსეთის რუსულ საზოგადოებაში მოხდა ნაციონალიზაცია იმპერიულ ჩარჩოებში როგორც იმპერიული წამყვანი ნაცია და მე უკვე 60-იან წლებიდან დაწყებული ამოჩნდა რომ ეს რაც ვარანცოვმა მოიფიქრა უკვე ვერ იმუშავა, იმიტომ რომ მოხდა უკვე დისკრიმინაცია ეთნიკური ხასიათით. და ეს კარგად ჩანს ერთ-ერთი წყარო არის ყოველწლიურად გადმოცეს ეს კავკასკი კალენდარი. და იმ კავკასკი კალენდარში ერთი ნაწილი არის ადრეს კალენდარი. სადაც მთლიანად მითითებული არის ვინ რომელ თანამდებობაზე მუშაობდა კავკასიის ადმინისტრაციაში. და ეს განვიხილეთ და ჩანს რომ უკვე მერე 60-იან წლებიდან მით უმეტეს 80-იან წლებში ზუსტად მოხდა ეს ადმინისტრაციის რუსიფიცირება. და დისკრიმინაცია ქართველებისგან ზოგადად. მით უმეტეს იქ ვინც მათთვის ვინც იყო გაგზავნილი სასწავლებლად საქართველოდან რუსეთში ხო ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ძალიან იმიტომ რომ შეხედე რა ხდება განათლება ნიშნავს კრიტიკულ აზროვნებას ხო ანუ ვორონცოვმა ამ ხალხს მისცა განათლება კრიტიკული აზროვნების საშუალება და შემდეგ ხდება განათლებული ადამიანების დისკრიმინაცია. ანუ, როდესაც განათლებული ადამიანის დისკრიმინაცია ხდება ეროვნული ნიშნით, ეთნიკური ნიშნით, ეს იწვევს პროტესტს. ხო, ეს იყო როგორ თქვა, ვარანცოვისთვის ეს იყო ცდელობა ამ პერიფერიაში, კავკასიის პერიფერიაში ადგილობრივი ელიტების ინტეგრირება სახელმწიფო მმართველობაში. მაგრამ რეფორმების მერე 60-იან და ყველაზე მეტად 70-იან წლების მერე ეს უკვე დაიკარგა
ელემენტიც და ზუსტად რისთვის იქნან გაგზავნილი ასომ რუსეთში ზუსტად ეს მოლოდინი არ გამოვიდა და დაბრუნდნენ და ქონდათ აი ყველაზე დიდი საწინააღმდეგოები ეგრეთ წოდებული რუსეთუმები ვინც თქვა რომ აი ეს რომ ადაპტირების მომხრები ვინც რუსული მართლობის სისტემის მომხრები იყვნენ ერთ-ერთი მაგალითი არის აი დიმიტრი კიპიანი რომელმაც ცადა აი ეს ეთნიკური იდენტობა და იმპერიული მომსახურება რომ გააჩანებული იყო მაგრამ ეს არ გამოვიდა მოკლეს კავკასში ვლადიკავკაზში და მაგრამ ძალიან კაი შემთხვევა ხო იმით ცდილობდა ამის გააჩანება მაგრამ არ გამოვიდა თავის მემუარებში ესე უწერია რომ მე ენით ვარ ქართველი მაგრამ პოლიტიკურად რუსი ხო აი ეს რაღაცა უწერია მაგრამ ეს არ გამოვიდა იმიტომ რომ რუსეთის ადმინისტრაცია იმაზე ხელმძღვანელობა უკვე აი 80-იან ალექსანდრე მესამე პერიოდის დროიდან 80-იან წლებიდან იყო შოვინისტურია შეუძლებელი და ერთ-ერთი კარგი მაგალითი ამისთვის ზუსტად იყო დიმიტრი ყიპიანი რომელიც შუა გოლი თავად-აზნაურობიდან იყო გახდა სამყვანი თავად-აზნაურობის მოძრაობის იმ გლეხების რეფორმების დროს იმ უბრალო თავად-აზნაურობის წარმომადგენლად ჯერ თბილისის გუბერნიაში, მერე ქუთაისის გუბერნიაში და კარგად ჩანს ეს იდენტობის კონფლიქტი. და ეს თერდერიებმა წადეს აი იმის ამ დიალექტიკიდან გამოსვლა და სხვა საქართველოს შექმნა როგორც აბსტრაქტული ქართველობის ერთეული. ეს ზუსტად იყო მათი ამოცანა, რომ ხედავდნენ რომ შეუძლებელი და შემთხვევით არ არის რომ ქართველთა შორის ცერა-ქიტვის გამოცდილებელი 1969 წელს იყო შექმნილი იმ პერიოდში როდესაც უკვე დაიწყო ეს დისკრიმინაცია და რატომ რომ გამოჩნდა რომ არ ქონდათ ეს შესაძლებლობა იმ იმპერიულ ადმინისტრაციაში კარიერის გაკეთება როგორც საშუალო დონის ღაღიბი თავადებით და გახდნენ აი ესამ ჩავჩავაძე მოახერხა როგორც ივერიის გამომწემელი რაცა თავისებური შემოსვლის წყაროს მოიპოვოს მაგრამ ყველასთვის ესე ძანთული საკითხი იყო და კარგად ჩანს ეს ცაცევროს გადახდის პრობლემებში ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ეს ცაცევრობის არის და და ბევრმა ვერ გადაიხადა და იყვნენ აი ზუსტად სათავად აზნაურობის აი სამამულო ბანკის იმედზე რომ იმ მოგებიდან 1% მაინც იყო გამოყენებული იმ განმანათლებლობის პროექტებისთვის. სხვათა შორის რუსუდან დარჩიაშვილმა გამომიგზავნა ამონაჭრები გაზეთებიდან და ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი არის ცნობის ფურცლის სტატია არის თუ სწორად მახსოვს 1914 წლის აი ხა რომ არის პროტესტს რო ეხმარება free business-ი რო შეიქმნა ესეთი პლატფორმა დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის განცხადებაა რომ ესე იგი ქართველი ვაჭარ-მრეწველნი და ნუ ჩამოთვლილი რაღაცა საზოგადოება ესენი თავისი მოგებიდან წილს გაუყოფენ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და დანარჩენ ხალხს მოუწოდებენ რომ რადგან ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენგან იყიდეთ პროდუქცია იმიტომ რომ ჩვენგან აყიდი პროდუქცია ნიშნავს აი ამ საზოგადოების წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებას. ანუ ესეც თვითორგანიზების ერთ-ერთი ნიმუში და მაგალითი არის. კი. პრობლემა მათო ამაში არის, რომ ქართველობაში ძალიან ცოტა იყო მეცარმებისა. კი. ხელოსნებისა. იმიტომ კავკასი იყო მრავალეთნიკური, მრავალკულტურული, მრავალრელიგიური. და სამყვანი ურბანულ სივრცეში, თბილისში, სამყვანი
მეცარმეობის ეკონომიკური ძალა იყვნენ სომეხი ვაჭრები და სომეხი ხელოსნები. ამიტომ ჩვენ ხო საუბრობთ მე-19 საუკუნის ტრანსფორმაციაზე თბილისში ერთდროულად მოხდა ქართველების ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება სომხების პროცესის კონკურენციაში და ესენი ჰქონდათ თავისი ბურჟუაზია ესე თქვათ სომხებს ხო და ჰქონდათ უფრო მეტი საშუალება ფინანსური საშუალება ვიდრე ქართულ საზოგადოებაში იმ სათავად აზნაურ სამამულო ბანკში ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო იმ რომ რაღაცა ცილი ამ მოგებისაგან იყო გამოყენებული წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის პროექტებისთვის, განადლების პროექტებისთვის. იმიტომ უნდათ თავის ცხოვრების, იმიტომ რომ ესენი თავადები იყვნენ და უნდათ არ არიან მდიდარი თავადები, თან და ეს მოგება თვითონ უნდა. ხო, მაგრამ უნდათ ევროპული ცხოვრების სტილი ცხოვრება. ევროპული მოდა, ევროპული აი პიანო, ევროპიდან რაღაცა და ეს ყველაფერი ძვირი იყო. ამიტომ ეკონომიკური იმ საკლეხო რეფორმის შემდგომ ზუსტად ეს ეკონომიკური ექსპლუატაციის საშუალება გახდა ეს თავადებისათვის. და მათო ცდილობდა მუდმივად ჩანს კარგად იმ მეცილების კრებებში როგორც ცდილობდა ჯავახიშვილი ჩავჩავაძემ ხო ჩავჩავაძემ ეს რომ იყო რაცა უფრო მეტი განყოფილიყო საზოგადოებისთვის, წერაკითხვის საზოგადოებისთვის. ოლივერ, ამბათ რომ მოვყვეთ ხა ეს დაფუძნება როგორ ხდება, სახელები ვინ არიან, ვინც იკრიბებიან, პირველი ფული საიდან აქვთ, რა ბიუროკრატიული ბარიერების გავლა უწევთ? ნუ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმ რუსეთის იმპერიული ადმინისტრაციის თანხმობით, ამიტომ აიჩიეს როგორც დამფუძნებელი წევრი, აი სამყვანი თავადები, დიმიტრი ყიფიანის საშუალო ორგანიზებით, ნიკოლოზ ხვედაძე იყო ჩართული ამაში, მაგრამ სპეციალურად ცდილობდნენ რომ აი დამფუძნებელი წევრებში იყო ბევრი არისტოკრატი, ვინც რაღაცას წარმოადგენდა ადგილობრივ მაღალ საზოგადოებაში, რომ თანხმობა მიიღეს იმ ადმინისტრაციიდან. მე მგონი აი უკრაინაში იგივე ცდილობები ძალიან უფრო რთული იყო, იმიტომ რომ ეს სლავური ენა იყო და მალა რუსები, პატარა რუსები, როგორც იყვნენ ცნობილი, მათთვის რუსეთის ადმინისტრაცია არ უნდოდა რომ ეს უკრაინული ენა იყო გავრცელებული. აქ ცოტა სხვანაირად იყო, ეს მოიპოვეს ეს თანხმობა და ამიტომ პირველ სოდებაში იყო სოტნის გავრცელების საზოგადოებაში არ ქონდათ ეს ქართველთა შორის ან ეს ეთნიკურობა არ იყო გამოყოფილი თავდაპირველ პროექტში. და ეს კარგად ჩანს ეს ცესტების დისკუსიებში და ყველაფერი დეტალურად განხილული მაქვს აქ იმ ერთი ქვეთავი ზუსტად ამაზე არის სად მოიპოვეს, იმიტომ რომ არ ქონდათ ამისთვის რაიმე გამოცდილება, ეს უცხო რაღაცა, ეს თვით ორგანიზება. კარგად ჩანს ერთ კარიკატურაში, რომელიც სამსხოთ არ მაქვს ახლა აქა აი ეს ბიუროკრატიული მართლობა, რომელიც ძალიან ძლიერიც იყო ქართველთა შორის წერაკითხვის, იმიტომ რომ ეს რუსული მაგალითი იყო აგებული, ან რუსეთის მაგალითი აგებული. ცესტება სხვადასხვა ჰქონდათ, მაგრამ ერთ-ერთი სამყარო უკრაინიდან, კიევიდან უნდა ჩამოტანილი, რომელიც გადამუშავეს და აქცენტი ზუსტად იყო საბაზისო განადლებაზე, სამიზნო ჯგუფი გლეხები, მაგრამ
ბევრი სკოლა დაცაცხლში არ ქონდა დაფუძნებული. 1-2 მარტო აი 90-იან წლებში ცოტა შეცვალა და 1905 წლის მერე უფრო იყო გაფართოებული ეს საცევრო 6 მანეთიდან 1 მანეთამდე ან 2 მანეთამდე იყო შემცირებული და მერე გახდა მასობრივი ორგანიზაცია, რომელიც იმას რეაქციის დროს 1906 წლიდან გახდა თავშესაფარი პოლიტიკური აქტივისტებისა. კარგად ჩანს, რომ რევოლუციის დროს ყველანი გადავიდნენ პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ აქტივობებს ძალიან იყო ეს, რაცა ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა საზოგადოება იმ პერიოდში და მერე დაბრუნდნენ რეაქციის დროს 6 წლიდან, 7 წლიდან, 8 წლიდან და გაძლიერებულად მუშაობდნენ ამ საზოგადოებაში იყო ფილიალები შექმნილი ადგილობრივი ფილიალები, რომ ეს მმართველობის სისტემა თბილისიდან გადაიქცა რეგიონებშიც, ქუთაისში და სხვადასხვა. კარგად ჩანს ეს ყველაფერი იმ ცევდასიებში და იმ მიმოწერებში და ეს კარგად არის დოკუმენტირებული ამ გზით, როგორ ეს გავრცელდა რეგიონებში. თბილისიდან დაიწყო და მერე ნელ-ნელა ეს რაც ხროხის მიხედვით აი ეს გადაცვლა აქტივისტთა მობილიზებული აქტივისტთა ჯგუფიდან ეს იყო ფაზა B ხროხის მიხედვით მასობრივი ფაზა და ეს მოხდა 1905-6 წლის მერე. მაგრამ ამ დროსაც რთული იყო ხა აი მაყურებელს მინდა უთხრა ერთ-ერთი აქტიური წევრი საზოგადოებისა იყო შიო ჩიტაძე. ხო, იმიტომ 1907 წლიდან 8 წლიდან გაგრძელდა 8-9 წლებში რეაქცია იყო ძალიან ძლიერი. ანუ რეაქციონარი შავრაზმელები დარბოდნენ თბილისის ქუჩებში, ჩერნასოტნიკები რუსულად. და აი მაგალითად 1906 წელს ქართულ ავტოკეფალის მღვდელთა ყრილობა ეს ლეონიდი, კირიონი, ამბროსი და სხვები ვინც იყვნენ შეკრებილები შეუადრენ და მათრახებით გამოყარეს ეს ჩიტაძის ქუჩა რო არის პარლამენტის გვერდით იმ ქუჩაზე მოკლეს ამ საზოგადოების წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მასწავლებელი შიო ჩიტაძე და ამიტომ ქვია იმ ქუჩას ჩიტაძის ქუჩა. ეს ყველაფერი რეაქციის გარემოში მიდიოდა, მაგრამ პრინციპში როცა უკვე ეს იდენტობა შექმნილია, არსებობს და მიმდინარეობს მისი რეპრესირება, დისკრიმინაცია, ამითი ნაციონალიზმი მხოლოდ ძლიერდება. ხო, რაღაც ეს აკრძალვით, რაღაც ეს ძალდატანებით თავზე მოხვევით, ეს მოძრაობა არ სუსტდება. პირიქით, ჩემი აზრით, უფრო ძლიერდება ეს იყო ამისი შედეგი და 1900-იან წლებში საზოგადოება უკვე მზად იყო. აი მე მაყურებლისთვის ძალიან პრაქტიკული გააზრებისთვის მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, რა როლი ითამაშა ამ საზოგადოებამ საქართველოს ცხოვრებაში. აი ერთი მაგალითი ასეთი ხა აჭარა რომ საქართველოა და ბათუმი რომ საქართველო არის, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება დღეს, მაგრამ რუსეთის იმპერიამ აჭარა და ბათუმი შეიერთა 1878 წელს, მას შემდეგ რაც 3 საუკუნე ოსმალეთის იმპერიაში იყო ეს მიწა. და მოსახლეობის იდენტობა, ეხლა იქ შეიძლება ბევრი ქართულენოვანი ყოფილიყო, მაგრამ მოსახლეობის იდენტობა ხშირ შემთხვევაში არ ყოფილა ქართული, იმიტომ რომ მაშინ რელიგიური იდენტობა იყო ძალიან ძლიერი. აი ოსმალეთის იმპერიაშიც თქვათ აღწერები რომ ტარდებოდა, არ ტარდებოდა ეთნიკური ნიშნით აღწერები, აღწერდნენ სარწმუნოების მიხედვით ადამიანებს, ხო? კი. ეს არა მარტო ოსმალეთში, კიდევ რუსეთის იმპერიის მართლმადიდებლობა იყო ეს იდენტობა თავარი მაგარი იყო რელიგია, სარწმუნოება. ხო და აი 1878 წელს შეიერთეს ბათუმის ოლქი, ის ტერიტორია, რომელზეც ბათუმის ოლქი ჩამოაყალიბეს, დაიწყეს ბათუმის ქალაქის მშენებლობა და პორტის მშენებლობა.
ეს არ დაუწყიათ ქართველებისთვის, იმიტომ რომ ბათუმი იყო ყველაზე ინტერნაციონალური ქალაქი, ყველაზე ინტერნაციონალური. Porto Franco. და ერთ წელიწადში იქმნება 78 წელს ხდება შეერთება, ერთ წელიწადში 79 წელს არსდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც სკოლას ხსნის ბათუმში და აი პირველ წელიწადს პირველი კლასის მოსწავლე ამ სკოლისა არის მემედბეგ აბაშიძე, რომელიც შემდეგ ხდება ანუ ქართული ნაციონალისტური ელემენტის, მუსლიმური, მაგრამ ქართული ნაციონალური ელემენტის ლიდერი ილია ჭავჭავაძის უმცროსი მეგობარი, მისი ძმა მემედის ძმა არის ერთადერთი საქართველოს ისტორიაში ქართული არმიის მუსლიმი გენერალი ასლან აბაშიძე მემედის ძმა და ეს ძმები 1918-21 წლებში თამაშობენ მთავარ როლს, რომ აჭარა დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. ეს სხვათა შორის ის კი არა ახლა ანუ გამომდინარე ოსმალეთის და უბრალოდ უკვე თურქეთის და რუსეთის დაპირისპირებიდან აი ამ ძმები აბაშიძეების ნაციონალისტურ ქართულ ნაციონალისტურ მუშაობას პირველ წლებში საბჭოთა ხელისუფლებაც აი როცა უკლონისტები არიან ხელისუფლებაში საბჭოთა ხელისუფლებაც იყენებს, ნუ მერე რასაკვირველია მემეც დახრეტენ 37 წელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს წერა-კითხვის საზოგადოება რომ არა, იქნებოდა მემედ აბაშიძე და იქნებოდა მისი მოძრაობა აჭარის საქართველოში დარჩენის და შემოერთებისთვის. ხო, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ამისა. გარდა ამისა, ხა მაყურებელმა შეიძლება ზოგმა გაიკვიროს, მაგრამ სამეგრელოში ადამიანებმა ქართული ენა ისწავლეს სკოლებში. ეხლა ჩვენ თუ ვაჩვენ თუ ისწავლეს ესე, იმიტომ ბევრი სკოლა არ ქონდათ. ვინც ისწავლა სკოლაში ისწავლა, ანუ ბილინგვალური სამეგრელო ხდება, ანუ ქართულ-მეგრულენოვანი სამეგრელო ხდება სკოლის შედეგად, მაგრამ აი ყველაზე ინტენსიური ჩემი აზრით, ეხლა აი პროსოპოგრაფიულმა ბაზამ გააკეთა ინტერაქციული რუკა. აი სად იყო სკოლები საქართველოში. აი სამეგრელოში და სამურზაყანოში იყო ბევრი სკოლა. აი ნუ ინტენსიურად ხა მთლიანობაში მატერიალური საშუალება არ იძლეოდა იმას, რომ ყველა სოფელში ყოფილიყო სკოლა, მაგრამ აი სხვა რეგიონებთან შედარებით სამეგრელოში და სამურზაყანოში იყო ბევრი სკოლა და აი ამითი აი მოდერნულ ხანაში ქართული ენის იდენტობის შეტანა ხდება. აი კიდევ ერთი ეპიზოდი, რაშიც წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ როლი ითამაშა, ახლა მე გამოვიკვლიე ასეთი საკითხი, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში რომ მუშაობდი, მაშინ 1907 წელს ქართველი ხალხის მემორანდუმი გადაეცა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას, ხო? და 3000 ქართველის ხელმოწერა არის ამ მემორანდუმზე დაფიქსირებული და ამ მემორანდუმით ითხოვენ, ან ვალამ ჩერქეზიშვილმა გაუწია ამას ორგანიზება, ამ მემორანდუმით ითხოვენ რუსული ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და საქართველოსთვის ავტონომიური უფლების მინიჭებას გეორგიევსკის ტრაქტატის ჩარჩოებში. აი 3000 ხელმოწერა როგორ არის, რომ ხელს აწერენ და გვერდზე აწერია პროფესია. აბსოლუტური უმრავლესობა არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ანუ ქვეყანაში წერა-კითხვა ვინც იცოდა, ფაქტობრივად ყველამ დასვა საკუთარი ხელმოწერა ამ დოკუმენტზე. კიდე ბევრი სხვა ეპიზოდის გახსენება შეიძლება. კარგი ოლივერ, ეხლა რო დაუბრუნდეთ ამ საკითხებს, ხო? მინდოდა მოკლედ აი იმ ცევრობაზე, რომ წარმოდგენა რომ იყო 123 დამფუძნებელი ცევრი, ყველაზე მეტად ესე აი მაღალი არისტოკრატიიდან, ეს თავადობიდან გაცევრიან და პირველ წელიწადში 1879 წლიდან 80 წლამდე 245 ნამდვილი ცევრი. 10 წლის განმავლობაში ეს გაიზარდა 453-მდე. და კიდევ 1900 წლამდე 669 ცევრამდე. ესო არ იყო ეს დიდი მარტო აი მე-20 საუკუნის დასაწყისში მე ცოტა გაიზარდა აი 1903 წელს 1100 იყო 1110 1269 4 წელს
რევოლუციის წელში 1263 და 1600-ში 1444 მერე ანუ იზრდება, იმიტომ რომ საწავრო გადასახადი უკვე არის მცირდება, მერე შეიქმნეს ეს რა ქვია ფილიალები რეგიონებში და 1911 წელს აი იმ თავარ თბილისის განყოფილებაში გაწევრიანებული იყო 1511. ეხლა მე არ მაქვს ეს რეგიონებში რამდენი ადამიანი იყო გაწევრიანებული, მაგრამ ჩანს რომ ეს ქსელი გაიზარდა რეგიონებშიც და იყვნენ ადგილობრივი აქტივისტები სხვადასხვა რეგიონებში. მაგრამ რომ პირველ მსოფლიო ომამდე გაიზარდა ეს წევრების რაოდენობა 3045-მდე. ეს იყო რაოდენობრივად წევრების და აქედან აი მთლიანად მე 1500 მეტი პიროვნებაზე მაქვს ინფორმაცია მოპოვებული, მეტ-ნაკლებად აქედან 2514 იყო მამაკაცი და 290 იყო ქალი. ეს რომ ჯერჯერობით უფრო მამაკაცური იყო ეს ხო ორგანიზაციები ერთი იყო და იყვნენ სომხებიც ვინც გაწევრიანდა, ესეც საინტერესო იყო. წოდება 231 იყო თავადი. 64 იყო კნიაგინი, ეს რომ ქალი თავადი. ეს რომელ წელს ოლივერ? რომელ წელს ეგ? ეს მთლიანად რაც ჩვენ ვიპოვეთ, იმიტომ რომ ეს ყველაზე ადვილი იყო თავადი სტატუსი, იმიტომ რომ ყოველთვის იყო მითითებული T. ეს ასნაურებისთვის ცოტა უფრო რთული იყო ეს რომ იდენტიფიცირება მარტო მოვახერხებთ 62 ადამიანის, მაგრამ გვარების მიხედვით შეიძლება გავწერებული, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამის დეტალური ანალიზება, ხო? ეს რაც საინტერესო არის, აი ეკლესიის პირი, ეს საეკლესიო წოდების წარმომადგენელი 123 და ძალიან გაიზარდა მათი წევრობის წილი 90-იან წლებში. საინტერესოა ეს ზუსტად დაიმთხა იმ ავტოკეფალის საკითხის ზრდასთან და ვინც იყო ვდელი და რეფორმატორული და არარუსულ ცირვაზე ორიენტირებული გაწევრიანდა სეკულარულ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ეს ძალიან კარგად ჩანს იმ პერიოდისთვის 90-იან წლებში, რომ ეს ჯგუფი უფრო აქტიურად გაწევრიანდა ვიდრე სხვა. ოლივერ და სკოლების რაოდენობა როგორ არის? მე ბოლოს ვიცი, რომ ანუ რუსეთის იმპერიის დაშლის მომენტისთვის დაახლოებით 650 სკოლა ჰქონდათ გახსნილი მთლიანობაში, ანუ ყველა ტიპის სკოლა, თქვათ, იყო იქ 1 წლიანი, 2 წლიანი სკოლები, მაგრამ იყო 4 წლიანი, 5 წლიანი სკოლებიც, ხო? ხო, მაგრამ ეს უკვე აი პირველ რევოლუციამდე 5 წლამდე ბევრი არ იყო, 20-მდე იყო. მარტო მერე როდესაც აი ეს რევოლუცია და სოციალური და პოლიტიკური აქტივობა გაიზარდა გლეხობაში და გადაიქცა პოლიტიკური ასპარეზიდან საზოგადოებრივ ასპარეზზე, მერე ეს ფილიალების მიხედვით იყო ეს სკოლების გაიზარდა სკოლების რაოდენობა იმ რეგიონებში. საინტერესო არის ეს, იმიტომ რომ სოციალური ისტორია, საქართველოს ისტორიოგრაფიაში საბჭოთა კავშირის დაშლის მერე არ არის განვითარებული და ყველა აქცენტი არის პოლიტიკურ მოვლენებზე, რომ გლეხობის სტატუსი ძალიან დიდი განსხვავება არის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის. იმიტომ რომ აღმოსავლეთ საქართველოში ერეკლეს რეფორმების მიხედვით უფრო ინტეგრირებული სახელმწიფო იყო და ერეკლე თვითონ იყო ერთ-ერთი წამყვანი
მფლობელი გლეხებისა, ესო და ესენი ხო ანექსიის მერე 1901 წელს ეს ყველაფერი ესენი გახდნენ სახელმწიფო გლეხებად. და მათი სტატუსი, იმიტომ რომ ბიუროკრატიულ ადმინისტრაციაში ამოჩნდნენ, მათი სტატუსი უფრო ადვილი იყო ვიდრე დასავლეთ საქართველოში, სადაც 70%-ამდე გლეხების იყვნენ თავადების და აზნაურების მფლობელობაში. ან კონტროლის და იქ ჩანს ძალიან დიდი განსხვავება ამოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში და ამიტომ გლეხებმა სადა გაქციული იყო დასავლეთ საქართველოდან ამოსავლეთ საქართველოში, იმიტომ რომ იქ პირობები მათთვის უკეთესად იყო. მაგრამ მე ჩვენ გვაქვს აი როდესაც დაიწყო მარქსისტული მოძრაობა და მარქსიზმის თეორიის ინტერპრეტაცია ეს რომ გლეხებისთვის რელევანტური გახდა 90-იან წლებში გაიზარდა თვითორგანიზების მოძრაობა ქვემოდან. ამ ხანაგობებში და ეგრეთ უამრავი იყო შექმნილი მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან მაგრად გავრცელდა მისი პიკი იყო მე დამოკიდებელი პერიოდის დროს მაგრამ ჩანს რომ გლეხობაში აქტიური ელემენტები და ესენი იყვნენ ვინც ერთ ორ მანეთს შემწირულებას აძლევდა ამ საქმიანობისა, იმიტომ უნდა განადლების მიღება. და ყველაზე ჩანს ყველაზე მაღალი წერა კითხვის სოდნი დონე იყო სად? გურიაში. გურიაში იყო. ჩანს, იმიტომ რომ ინტელიგენციაში მარქსისტები მარგინალიზირებულები იყვნენ. სხვა არჩევანი არ ქონდათ ხალხთან კონტაქტში რომ შესულ იყვნენ. და მარქსიზმის ინტერპრეტირება იმგზით რომ ეს მისაღები გახდა გლეხების სოციო-ეკონომიკური ინტერესებისთვის. და ამით მოახერხეს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობამ რომ გახდა ნამდვილი სახალხო პარტია. წარმოუდგენელი რაღაცა რაც იშვიათობა იყო რუსეთის იმპერიაში და ბოლშევიკებისთვის დიდი პრობლემა, იმიტომ რომ სულ აი დუმის არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა მოიგეს ეს არჩევნები. ხო, ბოლშევიკებს ყველგან მოიგეს. ქუთაისის და თბილისის გუბერნიებში. აი ამის ეხლა მე ძალიან მიყვარს ჩემ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი არის ისტორია რამიშვილის მოგონებები და აი აქ ჩანს კარგად ისტორია რამიშვილი რომელიც რა ვიცი პატრიარქი იყო ამ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობისა უხუცესი სილვისტრო ჯიბლაძესთან ერთად 1859 წელს დაბადებული და იყო სოფელი სურებიდან ეს არის დღევანდელი ჩოხატაურის რაიონში სადაც რამიშვილებს ზოგადად ძირი აქვს სადაც გზა არ მიდიოდა საერთოდ და ეს ჩვეულებრივი გლეხი არის და ეს კაცი აკეთებს ხსნის პირველ სკოლას თავისი ინიციატივით, აი რასაც ქვია ეს სკოლა ახლა არის 120 წლის თუ მეტის დღეს იმ სოფელს დიდივანი ქვია ჩოხატაურის რაიონში და მის ისიდორეს პატარა მუზეუმიც არის ამ სკოლაში მის სახელს ატარებს მოკლედ ფიცრებისგან შეჭედა თვითონ შენობა მოიყვანა იქ ადგილობრივი ფეხშველა ბავშვები ერთ-ერთი იყო მომავალი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი იყო ერთ-ერთი მისი პირველი მოწაფე და ახლა ეს ხო სოციალ-დემოკრატია მაგრამ ივერიაში იწერება წერილებს იმიტომ რომ წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოების ხოლგის ქვეშ შეიქმნა ეს სკოლა თვითონაც წევრი არის და იწერება ივერიაში წერილებს, სადაც ითხოვს, რომ აი რაღაცა ეს გვაკლია, ეს წიგნი გამოგვიგზავნეთ თუ შეიძლება ეს მასალა გამოგვიგზავნეთ რაღაცა, ხო? ანუ ეს ისე კი არ არის, რომ როგორც მე მესმის, ახლა შემისწორე თუ მეცშლება, ისე კი არ არის, რომ რაღაცა თბილისში შეიქმნა ამისი გამგეობა და როგორც განათლების სამინისტრო დღეს ცენტრიდან მართავენ ყველაფერს. არა, ადგილზე თვითორგანიზებას აკეთებენ ადამიანები
ხსნიან ამ სკოლებს და შემდეგ შეძლების დაგვარად ცენტრიდან ამას ეხმარებიან მოთხოვნის მიხედვით, რა მოთხოვნაც რეგიონიდან მიდის, მაგრამ ამ რეგიონში თუ არ არის ადამიანი, კადრი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ამას ინიციატივას გაუკეთებს ადგილზე, ეს სკოლა ვერ გაიხსნება, ხო, ასეა. კი, მაგრამ ეს მათო მე-20 საუკუნეში მოხდა. აი ეს შუა მავლები ინტელიგენციას და გლეხებს შორის, როგორც იმედაშვილი იოსებ იმედაშვილი. ესეც სოციალ-დემოკრატია იყო. კი. ესომ აი ამნაირი ტიპები, რომიც ქონდათ კავშირი ინტელიგენციასთან და ეს კავშირები სამსხო ჯერჯერობით არ არის კარგად გამოკლებული. აი მე ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო თემა იქნებოდა. აი როგორ მოახერხეს აი მარქსისტულმა მესამე დასელებმა რომ ქონდათ წარმოდგენა იმ რეალურ პრობლემებზე სოფლებში. და შუა მავლების ფუნქციები, აი როგორც იმედაშვილი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ჯგუფის ანალიზი მე მგონი ძალიან კაი თემა იქნება დისერტაციისთვის, ანალიზა. ჯერ მათი იდენტიფიცირება საჭირო არის, იმიტომ ესენი არ იყვნენ ინტელიგენციდან, ესენი გლეხობიდან ამოჩნდნენ და მერე დააკავშირეს და ეს რომ ნამდვილად მოხდა იმ მარქსიზმის საფუძველზე სამოქალაქო ერთობის შექმნა. მათთვის უკვე არ იყო ეს ეთნოკულტურული სპეციფიკა მთავარი. იმიტომ რომ ქალაქშიც იყვნენ სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომელიც გაცევრიანდნენ და ასე შემდეგ. და ამიტომ ეს ფაქტორი ძალიან მე მგონი ერთ-ერთი ნიშნულოვანი წინაპირობა იყო იმ ქართულ სოციალ-დემოკრატის წარმატებისათვის. და არათექდალიულების. ეს არის აი ამიტომ იყო ეს მწვავე დებატები, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს სოციალ-დემოკრატებმა ნოჟოდანიამ და რაცა მოახერხეს ეს რაცექდალიულებმა ზემოდან ინტელიგენციიდან ვერ მოახერხა. პრინციპში ახლა სტივენ ჯონსი ამას გაგრძელებად განიხილავს, ხო? ანუ რაც პირველი ეტაპი არის თერგდალეულები, როდესაც მოდერნული ნაციონალიზმი შემოდის, მოდერნული ნაციონალიზმი შემოაქვთ, აი იდენტობის ახალი მარკერები, ვთქვათ, აი თუ ვთქვათ თერგდალეულებამდე ჩვენ გვაქვს ასე რომ ვთქვათ კოლექტიურად გრიგოლ ორბელიანის და ალექსანდრე ჭავჭავაძის იდენტობა, რომელიც არის წოდებრივი და ქართველობა ნიშნავს მათი თვალით რაცა 5-10 თავადაზნაურულ მაღალ თავადაზნაურულ ოჯახს, ბაგრატონ მუხრანსკი, ორბელიანი, ბარათაშვილი, ციციშვილი, ფალავანდიშვილი, ეს ყველაზე მაღლები, ეს არის ამათვის ქართველობა. მერე ილიას შემოაქვს, რომ არა ძმაო, ეგრე არ არის ქართველობა არის ყველაფერი, ვინც ქართულ ენაზე ვლაპარაკობთ, ვისაც საერთო ტერიტორია გვაქვს, ვისაც საერთო წარსული გვაქვს, ეს არის ქართველობა, ანუ უკვე ახალი იდენტობა და პრინციპში ანუ აი ეს საფუძვლები იქნება წერაგეთის გავრცელებელი საზოგადოების შექმნით, ივერის დაფუძნებით, საადგილომამულო ბანკით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ძალიან ელიტური არის. ან თერგდალეულების დროს ძალიან ელიტური არის. აი რაც შენ სტატისტიკური ციფრები მოიყვანე თუ აი მე-19 საუკუნის ბოლომდე რამდენი წევრი ყავდათ და უკვე მე-20 საუკუნიდან როგორ იზრდება, ესეც ამაზე მიანიშნებს. და მერე უკვე აი ნოესა და ილიას შორის რომ პოლემიკა იმართება, ნუ ამაზე ცალკე გადაცემა არის გასაკეთებელი, პოლემიკა რომ იმართება ნოესა და ილიას შორის, ხო? ილია ასე რომ ვთქვათ, აი ნოე მაგას საყვედურობს ზუსტად, რომ ეს ყველაფერი, კი, ბევრი რაღაცა გააკეთეთ, მაგრამ უნდა გახდეს სახალხო. მაგრამ მარტო ნოე კი არ საყვედურობს ამას. არჩილ ჯორჯაძე საყვედურობს ამას, რომელიც ასევე ნაციონალისტი არის და ჯორჯაძე ამბობს, რომ ეს ხალხში ვერ გავიდა ეს ამბავი. ფართო მასებში ვერ გავიდა და ამიტომ ჯორჯაძე აფუძნებს ქართული ნაციონალისტების მემარცხენე პარტიას. ანუ ამ ჯორჯაძესაც უნდა რომ მუშობას და გლეხობას დააჯდეს, ასე რომ ვთქვათ, ანუ დააჯდეს
დღევანდელი უხეშ ტერმინი არის, უბრალოდ მუშობაზე და გლეხობაზე გავიდეს და ისინი ჩააბას მოძრაობაში, მაგრამ სოციალ-დემოკრატები ჯობნიან ამაში. კი, ამიტომ ავიჩია სათაურად ქართველი ერის სკოლა ორმაგი გაგებით. ერთი არის რომ განათლება იყოს სამოქმედო ველი, მაგრამ ერთდროულად იმ თერგდალიულების იმ ქართულ ინტელიგენციის ეს საცდელი ველი იყო, როგორ შეიძლება ეს ეროვნული იდეის პრაქტიკაში გადმოტანისთვის. ამიტომ ეს სპეციალურად ავიჩეს ქართველი ერის სკოლა როგორც სათაური. იმიტომ რომ ეს მათთვის საჭირო, იმიტომ რომ არ ქონდათ ამისთვის გამოცდილება. და ეს იყო სიახლე, რაც შეტანილი იყო იმ საზოგადოების საჯაროდ თვით ორგანიზებაში. მანამდე ეს მათო ელიტურ წრეებში სალონებში მოხდებოდა. რაც ჩვენ გვაქვს, აი სადღეგზელო, აი გრიგოლ ორბელიანის პოემაში და რაც სადღეგზელო და რაცა ისო იმ სალონებიდან გადმოყვანა ახალი იდეა ეს ერი ქართველობა და მისი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და შედეგების გააზრება დროების გვერდებში, ივერიის გვერდებში და ასე. ეს იყო ეს რაც 90-იან წლებამდე იყო წამყვანი და იყვნენ უფრო ეს პრაქტიკულად ორიენტირებულები, როგორც ნიკო ნიკოლაძე, ერთი სტატია ვიპოვეს 71 წლიდან სამშობლოს სიყვარული და მსახურება. ძალიან აქტუალური არის, აი ძალიან გირჩევთ სტუდენტებთან აუცილებლად უნდა ამას დავიკითხო. ჩანს რომ ეს მოქალაქეობის ის მიბმულობა ეს სახელმწიფობრიობასთან ეს ჯერ კიდევ უცხო ელემენტიც იყო. ესაც არჩილ ჯორჯაძესთან საერთო ნიადაგის თეორიაზე. ზუსტად ეს არის რომ ეს ეთნიკურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი თუ არ არის დაფუძნებული მოქალაქეობაზეც. და ეს არის აი მუდმივი კონფლიქტი საქართველოს ახალ ისტორიაში ჩემი აზრით დღემდე. კი. ეს ეროვნული ტრადიციები და რაღაცა და მოქალაქეობა. ძალიან მომეწონა იმ პროტესტის ახალგაზრდების რაცა, როდესაც აი ილია სიტყვები, რომელიც ზუსტად იმ 80-იან, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იყო გაჟღერებული მამული ენას სარწმუნოება, რომ დაამატეს ერთობა. იმიტომ საქართველოს ისტორიაში ეს ტერმინი ერთობა პირველივე წერილობითი წყაროებიდან ნიშნავს პოლიტიკურად შექმნილი ერთიანობა. და ეს არის აი ზუსტად რაც კარგად ჩანს იმ საგაზეთო სტატიებში და რაცა მიმოხილვები და რაცა რომ ეს იყო საცდელი პერიოდი ეთნიკურობაზე დაფუძნებული, მაგრამ ცდელობა იყო ეს მისი პოლიტიზირება. მაგრამ კარგად ჩანს ილია ჭავჭავაძე წერილებშიც და სხვაებიც აი ხედავდნენ გარემო იყო იმპერიული და იმპერიულ პოლიტიკურ თამაშებში პატარა ერების დაცვითი მექანიზმები არ ქონდა. ამიტომ ეს საინტერესო იყო შენი მაგალითი 1908 წელს აი მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე ჰაგაში ეს მანიფესტის მიტანა იმ რეაქციის ძიმე შედეგებისა, სისხლიანია ეს გურიაში და ასე შემდეგ, რომ იქ პირველად გადმოიტანეს ეს ელემენტი საჯარო სფეროში იმპერიათა როდესაც უკვე ჩანს ეს ეროვნული სახელმწიფობრიობის თემა რომ გამოჩნდება, რაც მერე
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ იმპერიების დაშლის მერე გახდა სამყარო მოდელი ევროპისთვის. აი კიდე მინდა 1-2 მაგალითი მოვიყვანო პრაქტიკული წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოების მუშაობის შედეგისა და როლისა. ხა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს არ გვიკვირს დღეს და ბუნებრივ მოვლენად მიგვაჩნია, რომ საქმის წარმოება, თქვათ ადმინისტრაცია არის ქართულ ენაზე, რაღაც სასამართლო არის ქართულ ენაზე, სკოლა, უნივერსიტეტი არის ქართულ ენაზე. მაგრამ ეს თავისთავად არ მომხდარა, თავისთავად არ ხდება ეს ამბავი, ახლა ბევრი ჩვენზე უფრო მდიდარი ერი არსებობს მსოფლიოში, რომელსაც ეს ყველაფერი არ აქვს თავის ენაზე. ხო, ნუ ავიღოთ ახლა შოტლანდია, ავიღოთ ირლანდია, ავიღოთ, სადაც ენის განვითარება ვერ მოხდა და მათ ანუ შოტლანდიური, შოტლანდიური, ირლანდიური და უელსური ენები სახლის ენებად არის, ასე რომ ვთქვათ, პატუა vernacular ენებად არის დარჩენილი. იგივე მაგალითად 1918 წელს, რომ გამოცხადა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, მხოლოდ ქართული და სომხური ენები აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ სახელმწიფო ადმინისტრაცია ამ ქვეყნებში ყოფილიყო მშობლიურ ენაზე. აზერბაიჯანში სახელმწიფო ადმინისტრაცია იყო რუსულ ენაზე, იმიტომ რომ აზერბაიჯანულ ენას არ ჰქონდა ენობრივი აპარატი, კოდიფიცირებული ენა არ იყო, განვითარებული ენა არ იყო იმისთვის, რომ თანამედროვე ადმინისტრაცია იმ ენაზე წარმოებულიყო. ხა ჩვენ კი გვაქვს მე-5 საუკუნიდან მოყოლებული განგრძობითი დამწერლობა შუშანიკის წამებიდან ამ პირველი თხზულება ქართულ ენაზე შემორჩენილი რაც გვაქვს. კი გვაქვს ეს განგრძობითი დამწერლობა, მაგრამ ხა რო შევხედოთ, ხო, მე-19 საუკუნის ენა რაც იყო ქართული საშინაო ენა, მაგრამ რუსული ადმინისტრაციული ენა რუსული იყო. ის ქართული ენა მზად იყო იმისთვის, რომ სახელმწიფო აპარატი, სკოლა და უნივერსიტეტი ყოფილიყო ქართულად. არ იყო მზად. მეცაც გეტყვით, აი 1918-21 წლების სახელმწიფო დოკუმენტებს რო კითხულობ და აი მაგალითად ჩვენ გავაკეთეთ წიგნი სახელმწიფო კონტროლის სამსახურს, აი დღევანდელი გენერალური აუდიტის სამსახური რო არის მისი მსგავსი და კითხულობდი წესდებას, რომელიც ქართულ ენაზე არის. მაგრამ ხედავ, რომ ტერმინოლოგიები არ ქონდათ იმ დროს ის ტერმინოლოგიები, რაც დღეს გვაქვს ჩვენ და ძალიან ხელოვნური ენა არის, ხელოვნურად შექმნილი ტერმინოლოგიები არ და ვკითხულობ და ვერ ვიგებდი. ანუ მე ვხედავთ იმისა, რომ ქართულად იყო, ვერ ვიგებდი. მაგრამ ამის მიუხედავად მოხერხდა, რომ პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ენა, პარლამენტის, მთავრობის, სასამართლოს მუშაობის ყველაფერს ყოფილიყო ქართული. წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოება რომ არ ყოფილიყო და მას ფორმალური განათლების მიცემა არ დაეწყო, მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ 18 წელს ჩვენ სახელმწიფო აპარატის შექმნის საშუალება ქონოდა ქართულ ენაზე და უნივერსიტეტის შექმნის საშუალება ქონოდა ქართულ ენაზე, ყველაფერს თავი დავანებოთ, ის ხალხი, ვინც უნივერსიტეტის შექმნა, პროფესორები, მათ წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოების მიერ დაფუძნებულ სკოლებში დაიწყეს განათლების მიღება და მერე გააგრძელეს უნივერსიტეტებში, რასაკურველია და კიდევ ერთი რაღაც, ეს ხო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, ან დღევანდელი გაგებით რო ვთქვათ, წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოება და აი 18 წელს და რატო იყო საჭირო არასამთავრობო ორგანიზაცია, იმიტომ რომ რუსეთის იმპერია არ ავითარებს, პროსტად ხელსაც უშლის ქართული ენის განვითარებას, შესწავლას, ყველაფერი, მაგრამ 18 წელს აი ეს საზოგადოება შედის განათლების სამინისტროში. ანუ თვითონ ხდება სამინისტრო, როცა დამოუკიდებლობა ცხადდება, პირველი მინისტრი არის გიორგი ლასხიშვილი, ნაციონალისტი, სოციალისტი, ფედერალისტური პარტიის წარმომადგენელი და შემდეგ უკვე შეიცვალა სხვადასხვა მინისტრები, ვთქვათ, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და ასე შემდეგ, მაგრამ არც მოადგილეც კი არ გამოცვლა განათლების სამინისტროში. და მთელი ეს სტაფი წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოებისა 18-21 წლის მანძილზე ქმნიდა ქართულ განათლების სისტემას და თუ ვთქვათ 650 სკოლა ჰქონდა წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოებას 1918 წლამდე, აი უკვე როცა განათლების სამინისტროში შევიდნენ და მთელი ბერკეტები ხელში აიღეს, არასრულ 3 წელიწადში შექმნეს გახსნეს დაახლოებით 1300 სკოლა.
ხო, ანუ აი ეს საფუძვლის გარეშე არაფერი არ ხდება რა, რომ აი ამ ასეთ მნიშვნელოვან რაღაცებს დაუდო ჩემი აზრით და დაკვირვებით წერა-კითხვის გამოცდილებმა საზოგადოებამ საფუძველი. არა მარტო ენაზე არის აქ საუბარი. იმიტომ რომ აი ეს ავტოკრატიული სისტემა იყო და საერთოდ მეფეს და მისი ადმინისტრაციას არ უნდათ აი პოლიტიკურ ერად რომ ჩამოყალიბებოდა. საქართველოს. ხო, და ამიტომ ეს რაც ჩვენ გვაქვს იყო აქცენტირებული აი ზუსტად იმ ეთნოკულტურულ სფეროში, იმიტომ სხვა შეუძლებელი იყო იმ რაც მე ვეძახ პრეპოლიტიკურ სფეროში. ხო, იმიტომ რომ ეს იყო საზოგადოებრივი საქმიანობა და არა პირდაპირ გაგებით პოლიტიკური საქმიანობა. იმიტომ რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სხვანაირი აქტივობები თუ არ გინდოდა ბომბების სროლა, როგორც ანარქისტი, ძალიან შეზღუდული იყო. ამიტომ გამოიყენეს ეს შესაძლებლობები, რაც არსებობდა იმ პირობებში, მათი იდეის ჩამოყალიბება, რომელიც მარტო პრეპოლიტიკურ სფეროში ენის და კულტურულ აქტივობების სფეროში შესაძლებელი იყო. და მარტო აი ეს მერე ეს გადავიდა იმ პოლიტიკურ სფეროში დამოუკიდებლობის დროს, ან როდესაც იმპერია, რუსეთის იმპერია იყო დაზუსტებული. თქვათ, კარგი, თავიდან არიან, წამყვანები ამ საზოგადოებაში არიან ეს მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენლები. ეს არის ილია ჭავჭავაძე. პრინციპში ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყიფიანი მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები არც ყოფილან, კაცმა რო თქვას, საშუალო რგოლის თავადაზნაურობიდან იყვნენ გამოსულები ჭავჭავაძე და ყიფიანი, მაგრამ ესენი იყვნენ ლიდერები, ასევე ივანე მუხრანბატონი არის იქვე, ნიკო ცხედაძე არის იქვე. მაგრამ აი როცა ილიას კლავენ 1907 წელს მანამდე კლავენ დიმიტრი ყიფიანს 21 წლით ადრე 1886 წელს. აი როცა ეს მასობრივი ხდება, ხო 1900-იან წლებში, აი 1907 წლის მერე კიდევ უფრო მასობრივი ხდება, სკოლების რაოდენობაც, წევრების რაოდენობაც. აი ერთი ეს გაზეთიდან ერთი ამ მონაჭერი წავიკითხე, რომ გურიიდან კაცი გზავნის 3 მანეთს რა აი ესო ჩემი საწევრო ხო 6 იყო. და 3 მანეთს გზავნის მეტო არ ამაქო და მიმიღეთო წევრათო და თუ არ მიმიღეთო ეს 3 მანეთი გქონდეთო და რა ქვია მოახმარეთო ამ საზოგადოების განვითარებას ხო, მაგრამ მე ეს დააკლეს ეს და უფრო მასობრივ. აი ვინ არის მართლობაში, რა ხალხია მართლობაში უკვე აი 1907 წლის შემდეგ. ჯერ ერთი მნიშვნელოვანი არის რომ 1906 წლიდან მოხდა გადაბარება ან ჩადაბარება როგორ არის თერგდალიულებიდან იმ გადაბარება ხო ეს ადგილობრივ ინიციატივებზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომ გაფართოება თერგდალიულების ინტელიგენციის წრეების მიღმა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და ვინც აქ არ ჩანს ვინც თელი ამ საზოგადოების ცხოვრების მანძილზე თავარი ორგანიზატორი იყო ნიკო ცხედაძე. აქ სამწუხაროდ არ ჩანს ყოველთვის სიმბოლური ხელმძღვანელის უკან იყო, მაგრამ კარგად ჩანს წყაროებში, რომ ეს ყოველდღიური მართლობა ყველაზე მეტად ნიკო ცხედაძის ხელში იყო. ასე რომ თქვა აღმასრულებელი დირექტორებით იყო. კი, აი ესე თქვათ. ჩვენ გვაქვს აი ესამ ძალიან ხშირად შეიცვალა გამგეობის წევრები, საბჭოს წევრები, გოგებაშვილი აქტიურად იყო, ქონდა თავისი ინტერესი, იმიტომ რომ ეს საზოგადოება კი იმ ნაციონალურად განწყობილი ადამიანებისთვის დასაქმების და შემოსვლის წყაროც იყო. გოგებაშვილი არის საუკეთესო მაგალითი ქართველისა ჩემი აზრით. საქართველოს ხშირად არ უყვართ
დიდარი ადამიანი, ანუ მე ვამბობ პატიოსნა თავის შრომით გამდიდრებულ ადამიანზე. აი გოგებაშვილი ქმნიდა ამისი მოდელს ჩემი აზრით, რომ მან შეუქმნა ქვეყანას პირველი სახელმძღვანელოები, დედაენა და ბუნების კარი. ამ წიგნების გარშე წარმოუდგენელი არის ქართველების იდენტობა. მაგრამ ამავე დროს გამდიდრდა ამით ძალიან. იმიტომ რომ ეხლა სკოლები არის, სახელმძღვანელოებს მუდმივად ყიდულობენ და ბევრი წიგნი გაეყიდა და შესაბამისად გოგებაშვილი მე მგონი ილიაზე მდიდარიც იყო ამ თვალსაზრისით. არ ვიცი რამდენად მდიდარი, მაგრამ შეიძლებოდა ამით ცხოვრება. ესომ აი შუა ფენის წარმომადგენელიც იყო. ხო, ეხლა სომეხაჭებს არ შეედრებოდა, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის იშვიათობა იყო. იყვნენ ანგლეხები, ან თავადაზნაურობიდან. ხო, და ეს შუა ფენა მოქალაქეები, ბურჟუაზია, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში არის მითითებული, ერთი დიდი პრობლემა იყო. რაც განსხვავება სომხურ ეროვნული ჩამოყალიბებაში ეს მოხდა, იმიტომ რომ ესენი ქონდათ ამას. ჩანს კარგად რომ 1895 წლიდან ჩავჩავაძე თითქმის მუდმივად იყო, აი 85 წლიდან იყო თავმჯდომარე საზოგადოებისა და იყვნენ მოადგილები. ესომ დაცაცხლში დიმიტრი ყრიპიანი იყო თავმჯდომარე და ჩავჩავაძე მოადგილე, მაგრამ უკვე 82 წლიდან ეს უკვე შეიცვალა, ივანე კონსტანტინეძე ბაგრატიონ მუხრანსკი იყო, ჩავჩავაძე იყო მოადგილე, ეს ზუსტად იყო იმ ადმინისტრაციის დამშვიდებისათვის, რომ ეს იყო ელიტური რაღაცა, მაგრამ მე უკვე 85 წლიდან ჩავჩავაძე იყო თავმჯდომარე 95 წლიდან 85 წლიდან. ხო. 85 წლიდან ჩავჩავაძე ერთხმად და ალექსანდრე ჭყონია იყო მოადგილე, მე ივანე მაჩაბელი, მე და 95 წლიდან ნიკო ცხვედაძე იყო მოადგილე. და იმან იყო ეს რაკე ამასრულებელი დირექტორად. ჩვენ გვაქვს აქ ივანე გოგებაშვილი, ივანა რათიშვილი, ეკატერინა გაბაშვილიც იყო, გრიგოლ ყიფშიძე, ივანა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ეკატერინა თაყაიშვილი, გრიგოლ გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია და მდივნად ესაც ამნიშნულოვანი პოზიცია იყო დავით ქარიჩაშვილი, ალექსანდრე მიკაბერიძე, პავლე მირიანაშვილი, მე უკვე 1901 წლიდან ივანე რათიშვილი, ექვთიმ თაყაიშვილი და ჩანს რომ ეს ვინც ინტელიგენციდან კულტურაზე იყო გაინტერესებული, ძველი ციგნების ხელნაწერების მოგროვებაზე გააქტიურდა აი ამ საზოგადოებაში, ხო, ქონდა თავისი ბიბლიოთეკაც, თავისი ხელნაწერთა კოლექციაც და რაც მე ყველაფერი შეიტანეს თავად აზნაურო გიმნაზიის შენობაში, რომელიც დღეს პირველი თესეუს პირველი კორპუსის შენობა, რომელიც აი ნიკო ცხვედაძის ხელმძღვანელობით იყო აშენებული, ხო? და ესომ ჩანს კარგად ეს გიორგი ლასხიშვილი პირველი წლიდან ალექსანდრე სარაჯიშვილი ერთ-ერთი მეცარმე, ვინც ქონდა ფული და ქონდა ეს ევროპული ტიპის მეცენატების იდეა, ხო? არჩილ ჯორჯაძეც იყო გამგეობის წევრი, საბჭოს წევრი, ხო, კიდევ ვინ იყო მე უკვე 7 წლიდან ძალიან შეიცვალა ეს საბჭოს წევრობაზე უფრო სწრაფად იცვლებოდა ეს მისი წევრები და გიორგი ლასხიშვილი თუ არ იყვნენ არცა ემიგრაციაში ან სადმე, ხო? სამსონ ფირცხალავა ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს ახლა რა ჩამთვალა ჯორჯაძე, ლასხიშვილი, სამსონ ფირცხალავა, ყველა უკვე ახალი თაობის ნაციონალისტი არის. სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის დამფუძნებლები არიან ეგენი. კი.
რომლებიც აი ამ ნაციონალიზმის გამასობრიოებას და აი მემარცხენე ნაციონალიზმს აწვევიან, ასე რომ ვთქვათ. კი. და ილიას მკვლელობის მერე თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ყაზბეგი. თავად ეს მნიშვნელოვანი ეს იყო, ესე იგი გიორგი ყაზბეგი, რო ვთქვათ, მე ჩემს ცოდნაში არის სულ 2 კაცი, რომელმაც მიაღწია უმაღლეს სამხედრო რანგს ქართველი თავადებიდან, ეს იყო გრიგოლ ორბელიანი და გიორგი ყაზბეგი, რომლებიც გახდნენ ინფანტერიის გენერლები. ინფანტერიის გენერლის მაღლა მხოლოდ ფელდმარშალი იყო. ფელდმარშალი, ქართველი ფელდმარშალი რუსეთის იმპერიას არ ყოლია, მაგრამ აი ეს ინფანტერიის გენერალი იყო ყველაზე მაღალი გენერალთა შორის, რომლებიც აი ორბელიანი და ყაზბეგი გახდნენ და ამ ყაზბეგი ისეთ მაღალ დონეზე იყო, რომ მისი შვილი იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ მონათლა, მაგრამ ამავე დროს ეს ნაციონალისტი კაციც იყო და ამიტომ ამ საქმესაც ეძებდა. მათო საინფორმაციოდ აი დამოუკიდებლობის პერიოდში 1918 წლის 10 ნოემბრიდან თავმჯდომარედ იყო არჩეული დავით ქარიჩაშვილი. მაგრამ რესპუბლიკაში ფაქტობრივად წერეთს გამორჩეული საზოგადოება კარგავს მნიშვნელობას. კარგია, იმიტომ რომ იყვნენ ეს დებატები, ისე რომ გაუქმებული უნდა ყოფილიყოს თუ არა, მაგრამ იყვნენ ეს აზრებიც, რომ შენარჩუნებული უნდა იყოს და კიდევ იყო ბოლო, რაც მე მაქვს აი კრილობა, ცევრთა კრილობა, ეს იყო 21 წლის 3 ივნისის თაღივით მიდიოდა ისევ აირჩიეს ქარიჩაშვილიც. ეს როგორც დანარჩი ეს საბჭოს წევრები იქნება. წიგში იქნება. კარგი ოლივერ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო აი ამ შესანიშნავი ექსკურსიისთვის. მადლობა პირველ რიგში რომ ხელახლა გააცოცხლე ეს თემა შენს კვლევაში და პრინციპში შეისწავლე ყველაზე სიღრმისეულად და მოუთმენლად ველით მის გამოქვეყნებას ორ თვეში და დღევანდელ დღეს ეხლა მინდა რომ სადღეგრძელოზე დასასრულისკენ გადავიდე. დღევანდელ დღეს აღარავის აღარ უკვირს ახლა წერა-კითხვა, ხო? დღეს თითქმის მოსახლეობის 100% მაიცის წერა-კითხვა და მხოლოდ წერა-კითხვით ფონს ვერ გახვალ ადამიანი. რას მაშინ იყო წერა-კითხვის სწავლა? დღეს არის სულ სხვა გამოწვევები. ანუ დღეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ, დღეს ვართ ძალიან დაჩქარებული ტექნოლოგიური მოდერნიზაციის ეპოქაში. ეს როგორც მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისშიც, ესო რომ მსგავსი არის. კი, ძალიან მსგავსია, მაგრამ ეს დღეს წერა-კითხვას აღარ უკავშირდება, დღეს სხვა რაღაცეებს უკავშირდება. და მე მინდა ქართველებს უსურვო ის ენთუზიასტები, აი როგორც ვთქვათ, ეს ხალხი წერა-კითხვას ასწავლიდა თავის დროზე, წერა-კითხვის უცოდინარ გლეხობას, ის ენთუზიასტები და ის ბეჯითი ბრჭყალებში გლეხები, ვინ მზად იქნებიან თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო მიღწევები შეასწავლონ ქართველებს და ამ ქართველებმაც შეისწავლონ. იმიტომ რომ აი ნიკო ნიკოლაძე წერდა მაშინ ეს ინდუსტრიალიზაციის პერიოდი იყო 1870-იან წლებში და ჩვენ კიდევ გუთნის ეკონომიკა ვართო, ნიკო ნიკოლაძე ჩიოდა და თუ გუთნის ეკონომიკა დავრჩით, მაშინ აი ამ საერთაშორისო კონკურენციაში მოგვიწევს კრუპის ზარბაზნებთან შვილდისრებით ბრძოლაო. ანუ შვილდისრით ზარბაზანს ვერ მოუგებ ბრძოლას, ხო, გასაგებია. და დღესაც ესე არის, ხო, დღესაც თუ დავრჩით აი ამ განათლების ამ სისტემის ამარა, რომელიც დღეს გვაქვს, საერთაშორისო კონკურენციაში ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. ამიტომ მე ვუსურვებ განათლებას და განათლებას ქართველებს და ეხლა ვინც მიდიან სკოლებში ბავშვები კარგ სწავლას, სტუდენტებს ბევრ წარმატებას და გამარჯვება ჩვენ ქვეყანას. კი, შეიძლება თქვათ რომ იმ განათლებას გაუმარჯოს, რაც მისცემს
ქართულ ერს საშუალებას იმის გაზრებისათვის რა არის საჭირო ტრადიციების შენარჩუნებისათვის შეცვლილ მოდერნიზირებულ გარემოშიც. იმიტომ ეს მუდმივი პროცესი არის, რომელიც საჭიროებს ერთი ეს არის კი ტრადიციები, მაგრამ მეორე არის მოქალაქეობის გაცნობიერება. ეს შეიძლება თქვათ, რომ 19 საუკუნეში წერა კითხვის ცოდნა ნიშნავს პოლიტიკურად გაცნობიერებული მოქალაქეობის ცოდნა. ამის გაუმარჯოს, რომ გაუმარჯოს. იმ კივნიულ საკითხებზე, რაც საჭირო არის საუბარი, რომ ქართული ერის წინ მიდის 19 საუკუნეში და არ დაბრუნდება მე-19 საუკუნეში, რომ ამის უნარი იყოს ახალ თაობაში და შეიძლება წინაპრების ხელახლად საკითხვის დროს. და ეს არის ჩემი ამოცანა ცოტა წილი შევიტანო ამ დისკუსიისათვის. დიდი მადლობა.